ტრამპმა ვენესუელაში ოპერაცია სამხრეთის შუბის აქტიური ფაზა დაიწყო. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ბლოკადა, ეს როგორც ჩანს მადუროზე ნადირობა. ვენესუელას ცაზე ამერიკის საუკეთესო ავიაცია გამოჩნდა, რამოდენიმე წუთის წინ იერიში ვენესუელას პარლამენტზეც კი მიიტანეს. ავიამზით ჯერარდ ფორდიდან აფრენილია სუპერ ჰორნეტის ავიაგამანადგურებლები და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები გროვლერები, რომლებმაც ვენესუელის რადარები სრულიად დააბრმავეს. ვენესუელას ცაში ასევე აფრენილია ღამის მონადირეები, ჩინუკის მძიმე ვერტმფრენებს კი სავარაუდოდ ამერიკული სპეცდანიშნულების ელიტური რაზმები გადაყავთ სახმელეთო ოპერაციისთვის. საჰაერო დარტყმები წერტილოვანია. დღეს ღამით სამიზნე გახდა ბაზა ფორტ ტიუნა, რომელიც ვენესუელის არმიის გულია. ასევე სამიზნე იყო ლაგუაირას საზღვაო ბაზა და პორტის ინფრასტრუქტურა, რომლებსაც ტრამპმა ნარკოტერორისტების ჰაბი უწოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაზე დარტყმის შესახებ. ახლა ამერიკის მთავარი მიზანია ავიაბაზა ფრანსისკო დე მირანდა, რათა მადურომ რუსული თვითმფრინავების ჰაერში აწევა ვერ შეძლოს. სახმელეთო ოპერაციის სავარაუდო ამოცანაა საკვანძო წერტილების დაკავება და რეჟიმის სათავეში მყოფთა ნეიტრალიზაცია. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მადუროს რეჟიმი ოფიციალურად ნარკოტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. სანამ ეს მომენტი დადგებოდა, ვენესუელელი ხალხი თავისუფლებისთვის 25 წელი იბრძოდა. ოპოზიციამ არჩევნები მოუგო მადუროს, მადურო მის გააყალბა, ასევე ოპოზიციის შიგნითაც ლიდერები დემოკრატიულად იყვნენ არჩეულები, მოკლედ ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ ყველაფერში აჯობა მადუროს, გარდა სამხედრო ძალისა. ახლა მთავარი კითხვაა, რას იზავს რუსული იარაღი, რომელთაც მადურო 10 წლეულებია მარაგდება. როგორც იცით, ვენესუელა გაატენილია რუსული სუ-30-ებითა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით. მადურომ გამანადგურებლები უკვე აწია ჰაერში. ზუსტად ახლა ვნახავთ, რა დღის რუსული ტექნიკა ბრძოლაში.